მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვყავს 2023 წლიანი Toyota RAV4 2.5 ჰიბრიდული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 219 ცხენის ძალას და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია საქართველოში და ძალიან უყვართ ქართველებს ეს ავტომობილი. ამიტომ დღეს გავარკვევთ თუ რატომ მოწონთ და ღირს თუ არა ნამდვილად ამ მანქანის ყიდვა ამ ფასად. ეს ავტომობილები დაახლოებით $25,000 უჯდებათ საქართველომდე თავისი განბეჭებით, გაკეთებით და აბსოლუტურად ყველაფრით. საკმაოდ ნოყიერი და მსუყეთანხა არის და ნახოთ ღირს თუ არა მართლა ამ მანქანის ყიდვა ამ ფასში და საერთოდ შევადაროთ სხვა ამ ფასის კატეგორიის მანქანებს, რაც გვაძლევს Toyota და რაც გვაძლევს სხვა ავტომობილები. ნახოთ, შეიძლება საერთოდაც არ გირს და უბრალოდ ამაჩევებული გვაქვს Toyota. მართლა მაინტერესებს რატომ მოწონთ, იმიტომ რომ არ მქონია საერთოდ RAV4-ის მართვის გამოცდილება, არ მქონია ამ ავტომობილებთან შეხება, ჩემს გარშემოც არავის რომ რაღაცა ახლო ოჯახის წევრისგან ცოდნოდა ამ მანქანის მიმართ დამოკიდებულება და შესაბამისად ნამდვილად არ ვიცი რატომ მოწონთ და რატომ არის ასეთი გავრცელებული ეს ავტომობილი საქართველოში, ამიტომ დღევანდელ ვიდეოში ამ ყველაფერს ერთად ვნახოთ. რომ დავიწყოთ ვიზუალურად ნამდვილად კარგად გამოიყურება ეს მანქანა, ანუ ისეთი მანქანა არის რა, ვერ იტყვი რომ მხოლოდ ქალის მანქანა არისო, არც კაცს არ გაუტყდება ამაში ჩაჯდომა და სხვათა შორის საკმაოდ დიდი მოცულობის მანქანა არის, არ არის პატარა ავტომობილი, საკმაოდ მოზრდილი SUV-ია, თუმცა არც ძალიან დიდი არ არის და ქალაქში კომფორტულია, ამით გადაადგილება ეხლა რაც ვიარე ძალიან მომეწონა ყოველ შემთხვევაში და კომფორტულად დავძვრებოდი მანქანებში, საერთოდ არ იყო შემაწუხებელი ზომის ავტომობილი. მე პატრონი ხოვა რომ აღმენიშნა რომ აი ეს კარბონები რაც არის აქ გამოყენებული, ასევე არის გადამრთვალ კოლოფზე გამოყენებული და სხვა პატარ-პატარა დეტალებზე მითხრა რომ ეს ჩამოყვა ამერიკიდანო და რომ ავაცალო არ ვიცი შეგით რა დამხდებაო, ამიტომ დავტოვეო და უთხარი ხალხს რომ ეს დებილობა მე არ გამიკეთებიაო. ეს კონკრეტული მანქანა არის XSE კომპლექტაციით, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომპლექტაცია და შესაბამისად აქვს თითქმის ყველაფერი, ესეც შემდგომ უკვე შიგნით ავტომობილში ვისაუბრებ. თუმცა ასევე მე პატრონის თხოვნით იქნებ Toyota-ს მივაწვდინოთ ხმაო. გვერდზე მგზავრის სავარძელს არ აქვს ზემოთ და ქვემოთ მოძრაობის ფუნქცია, მხოლოდ წინ და უკან მოძრაობს, რაც ძალიან ცუდია. ანუ რატო არ უნდა ქონდეს ვერ ვხვდები. მაგრამ ხო, არ აქვს და ეს მართლა დიდი პრობლემა არის. ჩემი აზრით ამას საერთოდ არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული კომპლექტაცია ნებისმიერ მანქანას უნდა ქონდეს ის ფუნქცია, რომ სავარძელი ზემოთ და ქვემოთ ჩავიდეს და ავიდეს. კარგი, მოდი ვიზუალზე რომ ბევრი არ ველაპარაკოთ, იმიტომ რომ დიდად არაფერი არ არის სალაპარაკო. გადავინაცვლოთ ისეთ ადგილას, სადაც უგზაობაც იქნება და ასფალტიანი გზაც, რომ ეს მანქანა გამოცადოთ და სალონზე უკვე იქიდან დაგელაპარაკებით. სანამ გავივლით მანქანით და ვნახოთ თუ როგორ დადის, შიგნიდან მანქანა მძღოლის პოზიციიდან გამოიყურება აი ასე. საკმაოდ დახვეწილია, მე თუ მკითხავთ, რა ვიცი, Toyota-სთვის მით უმეტეს ძალიან დახვეწილია და არც თუ ისე ცუდი მატერიალებისგან არის გაკეთებული ეს ყველაფერი. ვერ იტყვი რომ ძალიან ბიუჯეტური მანქანა არის. არ არის ძალიან ბიუჯეტური მანქანა. საჭეზე ყველაფერი გამოტანილი არის, რაც გჭირდება. ჩემთვის ზედმეტი არაფერი არ არის და ასე ვთქვათ, დიზაინში ლამაზად ის ეს ყველაფერი. აქეთაც ყველაფერი ლამაზად არის დიზაინში, აი ეს მაგალითად კლიმატ კონტროლის მარეგულირებლები, ღილაკები და ეს რაღაცები კარგად არის გამოტანილი. სიჩქარეებს განართავებ ერთიც ვიზუალურად რომ შეხედავ რაღაცა ვიზუალს ქმნის. აქედან უკვე რა თქმა უნდა გვაქვს რეჟიმები, ეკო, თუ დავაჭერთ ნორმალია და თუ გადავხსნათ აქეთ ხარ ეს არის სპორტი და ესე გაგვიწოდებს. მოდით იყოს ნორმალში. აქაც ტყავგადაკრული რაღაცა პლასმასი არის და კარგად იგრძნობა ხელში, რბილია. აქაც რბილი ასე ვთქვათ მატერია არის გამოყენებული. აქ უკვე პლასმასია, მაგრამ კარგი ხარისხის არის, ანუ თითქმის დიზაინში ერთია და ერთნაირად ის და ცუდად არ ხვდება თვალში და ლამაზია. სავარძლებზეც საკმაოდ რბილი და ნაზი ტყავი არის გამოყენებული, არის კომბინირებული სავარძლები, გვაქვს ასევე ნაჭრის შუაგული, რაც მე თუ მკითხავთ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზაფხულში კომფორტული იქნება, ასე ვთქვათ, არ დაგცხება. აქ გვაქვს უკან ხედვის კამერა და არა სარკე. ეს რაღაც მე მანქანებში დიდად არ მომწონს, ჯერჯერობით ვერ დავუმუყავ. არ ვიცი რატო, მაგრამ რამდენ მანქანაზეც ვნახე, დიდად ვერ დავუმუყამე. ძალიან ახლოს აჩვენებს. კი აქვს რეჟიმი, რომ ცოტა გაწია უკან და უფრო დიდი სივრცე გაჩვენებს, მაგრამ ისე მაინც არ აკეთებს, როგორც ჩვეულებრივი სარკის დროს ხილვადობა და ცოტა ჩემთვის დისკომფორტი. ანუ იდეაში არ მჭირდება აქ კამერა. ჩემთვის გამოყენებაში უკან ხედვის სარკე უფრო გამოყენებადია ვიდრე კამერა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ეს ყველაფერი მიჩვევაზეა და ყოველდღიურობაში როგორ გამოიყენებ მაგაზინში, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში არ გამომიყენებ, მხოლოდ ასე ტესტრებით მანქანებზე ვნახე და ჯერჯერობით არ მომწონს.
თქვენ დამიწერეთ ვინმეს თუ გქონთ გამოცდილება რამდენად კომფორტული არის უკანა ხედვის კამერას სარკის ნაცვლად. აქ უკვე გვაქვს პანორამის გასახსნელი ღილაკები. ერთი მიჭერთ არ გადის? გადის. აქ არის საინტერესო რაღაც ძღოლის მხარეს გვაქვს ეს ღილაკები გამოტანილი. სანისლე ფარების, საქარე მინის გალღობის. ეს არის ღილაკი, ისე როდესაც ამას დააჭერე, გამოდის და ამოწმებს გარშემო ტერიტორიას გეჩვენებს. რაიმე ხო არ არის, მაგისთვის შეგიძლია რომ გამოიყენო. ასევე გვაქვს საჭეს გათბობა, ოდოტრიფი არ ვიცი რა არის. აი აქ იცვლება რაღაცები, მოკლედ მონაცემებს გეჩვენებს აქედან ართავ და ეს არის საბარგულის გახსნა. არ იმეორებს ჩვეულებრივი მანქანის გამოცდილებას აქ ეს ღილაკები, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება კომფორტულია, ნამდვილად ვერ გეტყვით. ასევე გვაქვს სავარძლების მემორე. ანუ შეგვიძლია რომ პოზიციები დავამახსოვრებინოთ, რაც ძალიან კარგია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა რომ აღვნიშნო და ჩემთვის ეს არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ავტომობილში არის მისი წვა. 6.5 ლიტრი უწერია. ახლა თქვენც ხედავთ კომპიუტერზე. კაი, რო ვთქვათ, რომ მაგალითად რეალურს არ წერს და ყოველთვის უფრო მეტი წვა აქვს ამ დროს ავტომობილს. ჰაჰა, 7 ლიტრი. ამ ხელა მანქანისთვის 7 ლიტრი წვა ჩემი აზრით არის იდეალური. ანუ ამ ხელა მანქანისთვის კი არა, ნებისმიერი მანქანისთვის 7 ლიტრი წვა არის იდეალური. ჩემი მანქანა რო 7 লিტრს წვავდეს, ალბათ აი უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი მართლა. იმიტომ რომ დღესდღეობით მითუმეტე საწვავი ისეთ ფასი არის უკვე გაქცეული. ეს წვა არის ძალიან მაგარი და ძალიან დიდი კომფორტი. აი, Toyota-ს ყოველთვის ეს ქონდა რა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჭირდებოდათ ადამიანებს იმას აძლევდა. ყოველთვის. შეიძლება იდეალურ მატერიალებს, ძალიან მაგარ ხარისხს და მსგავს რაღაცებს არ ეძლევდა, მაგრამ ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა მომხმარებელს და აი მაგას აძლევდა და მაგიტო დაიმკვიდრა ესე თავი. აქ ჩვენ გვაქვს ასევე ტელეფონის დასატენი ბარი, სადაც შეიძლება დატელეფონი და დატენო და გვაქვს სავარძლების გათბობა. გაგრილება არ გვაქვს ამ კონკრეტულ მოდელში, ეს როგორც ვიცი არის ოპცია, რომელიც შეგიძლია აირჩიო, როდესაც უკვეთავ ავტომობილს და გაგრილებს სავარძლების გაგრილებაც გექნება. უკანა მხარეს რო გავიხილოთ, ძალიან დიდი ადგილია. წინ სავარძლი ჩემზე არის გასწორებული, ანუ მე ვიჯექი. ნახეთ რა მხოლოდ ადგილი დარჩა. და თავისუფლად შეგიძლია შორგზაზე იმგზავრო ზრდასრულ ადამიანებთან ერთად, იმიტომ რომ უკან ძალიან მაგრად მოთოსდებიან რა. ძალიან კომფორტულად ვიმგზავრობდი მე პირადად ამ ავტომობილით შორგზაზე. ესე შეგვიძლია გადმოვწიოთ აქ ჩიქები, ჩავალაგოთ და წავიდეთ შორგზაზე ჩვენი ყავით. სივრცეში ამ ავტომობილს უდიდესი პლუსი. მოკლედ ფეხით ახსნას გვაქვს რა, ვერ დავამოღამე ეგ როგორ არის. აი, აქ ახატია იდეაში დამუღამე მომდა. მოკლედ, უკან საკმაოდ დიდი ადგილია და ბევრი ჩემოდნის წაღება შეგიძლია. კარგი, წავიდეთ მოკლედ ახლა გავიაროთ, ჯერ გადავიდეთ ცოტა უგზოობაზე ვიაროთ და ვნახოთ როგორ დადის და შემდგომ უკვე გადავიდეთ ასფალტიან ზედაპირზე და ვნახოთ ტრასაზე როგორ იგრძნობა ეს მანქანა. არ ვიცი ვიდეოში როგორ აღიქვამთ, მაგრამ ეხლა დავამოღამე, რომ ამ ავტომობილში კარგი ხმის იზოლაცია. ანუ ბევრი ხმაური არ შემოდის ნამდვილად. სხვა შორის არც ასე ვთქვათ, სავალი ნაწილიდან არ ისმის ისეთი ხმები, რაც მოდი ვაღიაროთ, რომ არის ხოლმე ჩინური მანქანების შემთხვევაში, იმიტომ რომ კარგი ხმის იზოლაციები არ აქვს ქვემოდან მაგათ გამოკრული. და ძალიან რბილად დადის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან რბილად დადის. მე ახლა ამ გზაზე დავდივარ დაახლოებით 30-31-ით. რაც საკმაოდ ისეთი სიჩქარეა, ეს არ არის ნელი სიარული ამ გზისთვის და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რბილად დადის მანქანა. აი არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, არც ირწევა და ძალიან გაკვირვებული ვარ, აი ძალიან გაკვირვებული ვარ მართლა, რომ Toyota RAV4 ესეთი კარგი მანქანა ნამდვილად არ წარმომედგინა. ეს ხიდოს ლუდი არის და მაგის ხმა არ იმეტი არაფრის. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტომობილი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უგზოობაზე ხშირად უწევს სიარული. მე არ ვამბობ ოფროუდის გზაზე, არის ფიქრობთ ხალხო ასე რომ აბა უგზოობაზე მე სადაც დავდივარ იქ ვერ გაივლის და არა, ოფროუდის გზაზე არ ვსაუბრობ, თქვენი სიამოვნებისთვის რა დადიხართ მან. მე ვსაუბრობ ისეთ გზაზე, სადაც უბრალოდ გიწევს რომ გადახვიდე, არ არის ჯერ ასე ვთქვათ ასფალტიანი გზა მიყვანილი და იმ გზაზე გიწევს ხოლმე მაგისთვის არის იდეალური
მართლა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია რომ წახვიდე ეგეთ აი სოფელში თუ მიდიხარ მაგალითად არ არის გზა დაგებული იდეალურია მაგისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში როდესაც ავტომობილს ვარჩევთ, გვაქვს რაღაცა კონკრეტული მოცემულობა რომ გვაქვს X თანხა და ამ X თანხაში რისი ყიდვა შეგვიძლია. ღანდიდან გამომდინარე ვარჩევთ ავტომობილს. ნუ თუ რაღაცა კონკრეტული ავტომობილის სურვილი არ გვაქვს, ყიდვის სურვილი თუ რაღაცა მინდა რომ ვიღოთ, მაგალითად მე რომ მინდა რომ BMW F80 ვიყიდო, BMW F80-ისთვის ვაგროვებ თანხას, ხო, მაგალითად. ეგეთ შემთხვევას არ გულისხმობ, ანუ თუ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა კონკრეტული თანხა გვაქვს და გვინდა რომ ავტომობილი ვიყიდოთ. მაგ შემთხვევაში ვეძებთ ხოლმე რაღაცა ალტერნატივებს, აი რა შეიძლება რომ ვიყიდოთ. ერთ-ერთი მაგალითად რო არის ეს ავტომობილი, აი ამ ავტომობილის ფასის კატეგორია ვიღოთ. ერთ-ერთი რომ არის ეს ავტომობილი, რა შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ კონკურენტად დღესდღეობით, ხო? მე პირადად დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმე თუ მკითხავდა რჩევას, რომ აი ამ ფასში რა შეიძლება რომ ვიყიდო, აუცილებლად ვეტყოდი Toyota RAV4-ს და ასევე ვეტყოდი რომ განიხილოს ჩინური ავტომობილების ვარიანტი. ჩინურის რატო? ბევრს არ გიყვართ მესმის, მაგრამ ნახეთ ახლა რატო. Toyota RAV4 არ ყავთ მხოლოდ იმათ ვინც ავტომობილებში ერკვევა და ასე ვთქვათ, ცოტა იმ თაობიდან მოდის, რომელმაც Toyota-ს ხარისხი იცის და მაგიტომ უნდა Toyota. ანუ ბევრს ყავს ისეც, რომელსაც უბრალოდ ავტომობილი გადასადგილებლად ჭირდება და ასე ვთქვათ, ჩვენგან ავტომობილებისგან გავუგია Toyota-ს ხარისხის შესახებ. შესაბამისად ესეთი ადამიანი სხვა ალტერნატივებსაც განიხილავს და ერთ-ერთი კარგი ალტერნატივა არის ჩინური ავტომობილები, იმიტომ რომ $24,000-5,000 ფარგლებში შეგიძლია რომ ცენტრიდან საქართველოში გამოიყვანო ავტომობილი სრულიად ახალი, რომელზეც გექნება 5 წლიანი გარანტია მინიმუმ, იული ცენტრიდან გამოყვანილი ავტომობილით, ხო? და რაღაც ვარიანტები არის რეალურად, რაც შეგიძლია რომ იყიდო, მაგალითად ჩანგანს აქვს კონკრეტული რაღაცა მანქანები, რომლებიც შეგიძლია რომ მაგ ფასის კატეგორიაში იყიდო, ასევე აქვს BYD-ის, აი მაგალითად ლეოპარდი რო იყო, ლეოპარდი ხო BYD-ის სხვა ბრენდია, ანუ ლეოპარდიც შეგიძლია იყიდო მაგ ფასის კატეგორიაში, ლეოპარდ 3. ასევე აქვს Soul-ის, Chery-ის ბრენდს. ანუ ბევრი არის, რაც შეგიძლია რომ აარჩიო. და რეალურად მართლა რო ავიღოთ რომელიმე უცებ ავიღებ რენდომად ჩანგანს, ტექნოლოგიურად ისეთი რაღაცეები აქვს იმ ავტომობილს, რომ მართლა ვერ გაამტყუნებ თუ ის იყიდა ადამიანი, იმიტომ რომ ბევრად დახვეწილი ავტომობილი არის ტექნოლოგიურად თანამედროვე ავტომობილები, ჩინური ავტომობილები. ძალიან საინტერესო იქნება რეალურად რომ შეგვედარებინა ეს მანქანები ერთმანეთისთვის. ეხლა გამიჩნდა მართლა ამის სურვილი, იმიტომ რომ აი მაინტერესებს, შეძლებს თუ არა Toyota, რომ აი აჯობოს თავისი სახელით, ხარისხით იმ ახალ ავტომობილებს, რომლებიც რაღაცა საოცარ რაღაცებს თავაზობენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ვაღიაროთ, რომ უკანა ხედვის კამერა არც თუ ისე დახვეწილი აქვს ამ ავტომობილს და იმ ახალ მანქანებში ბევრად დახვეწილია უკვე ეგეთი რაღაცეები. უსაფრთხოების სისტემები და მსგავსი რაღაცეები, თუნდაც დისპლეი რო ავიღო, დეშბორდები და ასეთი რაღაცეები, ბევრად დახვეწილია იმ მანქანებში. Open source არის და შეგიძლია რომ ნებისმიერ რაღაცა გადმოწერო, YouTube გადმოწერო, ჩართო და უყურო და ძალიან ფილმს ჩაუჯდე და ასე შემდეგ. ისინი ბევრად უფრო რაღაცა ყოველდღიურ კომფორტზე, სახლის განცდას გიქმნიან მანქანაში. და აი ვნახოთ, მაინტერესებს რეალურად მაგ ყველაფრის ხარჯზე აჯობებენ თუ არა Toyota-ს. მე ახლა ეჭვი მაქვს რომ შეიძლება რომ ვერ აჯობონ რაღაც მხრივ, იქიდან გამომდინარე რომ Toyota ზუსტად იცის რა უნდა მისცეს ადამიანებს. ეს არის კომფორტი, ეკონომიურობა, გამძლეობა და ვიზუალი ასე თუ ისეც არის. ახლა Toyota RAV4-ზე ვერავინ უსურვებს სუდი ვიზუალის ავტომობილი არის. ყველაფერს ამ მნიშვნელოვან ნაწილებს, რაც ადამიანისთვის რეალურად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, იმდენად კარგად აკეთებს, რომ აი არ ვიცი. რამდენად აჯობებენ ისინი იმ თავისი ტექნოლოგიებით ამ ძირძველ ბრენდს და საინტერესო თქვენ არ გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ ამ მანქანების რეალური შედარება, იმიტომ რომ მე უკვე მართლა ძალიან მაინტერესებს. კარგი, ახლა გადმოვედით უკვე ასფალტიან ზედაპირზე და რა შეგვიძლია რომ ვთქვათ? შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქაც საკმაოდ კომფორტულად დადის ეს ავტომობილი და ყველაზე მეტად რაც მომწონს ხალხს საერთოდ არ ირწევა რანაირად და ის რწევა არა აქვს ხოლმე მე რასაც ვლაპარაკობ ვიდეოებში მაგალითად ჯეტურს რაც ქონდა ლეოპარდსაც ქონდა ეგ სხვათა შორის აი რაღაცნაირად გვერდზე რო ზიხარ და ცუდად რო ხდები აი ეგ რწევა არა აქვს ძალიან კარგად დგას გზაზე და მაგას ნამდვილად არ მოველოდი აი არც კი ვიფიქრე რომ მოდიოდი ამ მანქანის გადასაღებად რომ მეთქი აი ეს რწევა ექნება თუ არ იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ უიჭველი ისეთი მანქანა იყო რომელიც ირწევა მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ მინუსებზეც ჩემთვის ყველაზე დიდი მინუსი რაც არის ავტომობილში ამაზე ვერ ხუჭავ თვალს იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია ეს არის მისი სიმძლავრე
სამწუხაროდ არ ანუ სიმძლავრე მაკლია რა. კი ცოტა სწოს მაგის ხარჯზე მანქანა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ნახეთ არ ვიცი გესმით თუ არა ძრავის ხმა, მაგრამ აი ღმუის ძრავი, როდესაც გაზ დააჭერდა, თითქოს აი დაიღალა რა. რაღაცა ეგეთის აქ და ეგ ტეხავს. არ მიყვარს მანქანებში ეგ. ცოტა სიმძლავრე უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სიმძლავრე მოდი შევთანხმდეთ, რომ არის კომფორტი. სხვა დანარჩენი ყველაფერი მომწონს, მესმის რომ შეიძლება ყველას თავისი აზრი ქონდეს ავტომობილებზე ნამდვილად, მაგრამ Toyota RAV4-მა მართლა გაკურებული დამტოვა. იმიტომ რომ არ მოველოდი, რომ ამდენად კარგი იქნებოდა. კი, მოველოდი, რომ გამძლე იქნებოდა, იმიტომ რომ Toyota მუშა იქნებოდა და Toyota რასაც უთავაზობდა ყოველთვის იმ ყველაფერს ამ ავტომობილში შადებდა და რა თქმა უნდა გაამართლობდა, მაგრამ არ მოველოდი, რომ უკვე რაღაცა დეტალები ამდენად ხარისხიანი და გაუმჯობესებული იქნებოდა ამ ავტომობილში. ეს არ არის უბრალოდ იაფფასიანი დაბალბიუჯეტიანი ავტომობილი, ეს არის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად ამართებს თავის სახელს და რა თქმა უნდა ფასსაც. ეგ მნიშვნელოვანია. ერთი მინუსი კიდევ რაც მინდა ვთქვა, კი ავტომობილი გზობაზე საკმაოდ რბილად დადის, როგორც წეღანა უგნიშნა და კარგად დადის, ტრასაზე ძალიან კარგია, მაგრამ აი რა წარმოვიდგინოთ, რომ მიდიხარ სწორ გზაზე და უცებ რაღაცა იამა რო გაიჩნდოს ან ჭის თავი, იმაზე თუ გადაიარე ან ჩაარტყია, მაშინ ძალიან ძიმედ ვარდება და ეგ არ მიყვარს მანქანებში, მაგრამ ნუ ხო ეგ აქ. თუმცა არ არის ისეთი შემთხვევა, რომ იშლება თითქოს მანქანა და რაღაც ზოგიერთ მანქანაზე რო არ გონია რომ შემოგეფშნავა ხელში, ეგეთი რაღაცა არ არის. მაგრამ ნუ ძიმედ ვარდება, ცოტა დისკომფორტია ჩემთვის პირადად. სანამ შევაჯამოთ და დავასრულებთ ვიდეოს, მოდი საწვავით ჩავასხათ. საბოლოო ჯამში Toyota RAV4 ნამდვილად არის ის ავტომობილი, რომელიც ამ ფასის კატეგორიაში უნდა იყიდო. ანუ დაახლოებით $25,000 თუ გაქვს თანხა და ეძებ კომფორტულ, გამძლე, კარგ ავტომობილს, რომელიც არის ძალიან ეკონომიური, მაშინ ნამდვილად არის Toyota RAV4 შენთვის. ოღონდ, რა თქმა უნდა, ავტომობილს მინუსებიც აქვს. ანუ არ შეიძლება რომ მინუსებზე არ ვსაუბროთ. და ჩამოგიტვრით ჩემთვის პირადად რა მინუსებია ეს. პირველ რიგში სიმძლავრე. უბრალოდ ეს არის ძალიან სუბიექტური და ჩემთვის ავტომობილში სიმძლავრის ნაკლებობა არის ერთ-ერთი დისკომფორტი. მეორე არის ის, რომ იამებზე და ასეთ რაღაცებზე, როდესაც უცებ გადაიმი რაღაცას ან სადღაც ჩაარღო, ძალიან ძიმედ ვარდება მანქანა და თუმცა ეს თანამედროვე მანქანების 99%-ის პრობლემა არის, იმიტომ რომ ძიმია თანამედროვე ავტომობილები და მაგის გამო აქვთ ეგ პრობლემა, რომ ძიმედ ვარდებიან შესაბამისად იამაში. მესამე რაც ახლა ბოლოს აღმოაჩინე, როცა ვიარე ამ ავტომობილით, რუსთავში ვიყავი ჩასული და რუსთავის ბანზე რომ მივდიოდი 90-ით, ქარი შემოდიოდა. აი ეს უკვე ცოტა აღარ მომეწონა. დანარჩენი ვერავის ვერ გავამტყუნებ, ვინც ამ ავტომობილს ყიდავს. იმიტომ რომ ამ ავტომობილს მართლა ის პლუსები, რის გამო შეგიძლია რომ იყიდო. პირველ რიგში არის მისი წვა. ამ ხელა მანქანა რო 6.5 ლიტრს გიწვავს, არის აი არ ვიცი, ყველაზე დიდი ფუფუნება ალბათ დღესდღეობით მინდომანდეს ბენზინის ფასი ისე არის გაქცეული. ასევე არის ძალიან ტევადი, საკმაოდ ტევადი ავტომობილია. კარგი მატერიალებია სალონში უკვე გამოყენებული, კარგს გულისხმობივაში, კარგს თუ ადარებთ თქვენ ახლა Mercedes და BMW-ს არა, მაგრამ Toyota-s კვალობაზე კარგი მატერიალები აქვს უკვე გამოყენებული. აქ ვერ იტყვი იმას, რომ აი 25,000-იან მანქანას ვყიდულობ და Prius-ის მატერიალები მომიცესო. არა, მაგას ვერ იტყვი. ანუ შედარებით უკეთესი ხარისხის რაღაცები გამოყენებული და დიზაინსაც ნაფიქრი აქვს. ტექნოლოგიურადაც კონკრეტულად ეს მოდელი საკმაოდ დახუნცულია, იმიტომ რომ XSE მოდელი არის და ბევრი რაღაცები აქვს, რაც კომფორტული მართვისთვის არის საჭირო. ვიზუალურადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ვერავინ ვერ იტყვის ამ მანქანაზე რას გავსვა. ხო და ვინმე თუ ეძებს $25,000 ფარგლებში კარგ ავტომობილს, Toyota RAV4 ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ვარიანტი. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები და იცოდეთ რომ დებილობა კომენტარი არის მომგებიანი, ანუ შეგიძლიათ მოიგოთ 50 ლიტრის საწვავი კონექტისგან. ასევე დამიწერეთ ის შევადაროთ თუ არა ეს ავტომობილი იგივე საფასო კატეგორიის ჩინურ ავტომობილებს, იმიტომ რომ მე ძალიან დამაინტერესა მაგ ფაქტმა, რა შეიძლება ვიყიდოთ $25,000 ცენტრიდან, რომელსაც
გარანტია ექნება და ტექნოლოგიურად ძალიან მაგრა არის მოხდილი რეალურად ჩიტული ავტომობილები და რამდენად შედიან კონკურენციაში უკვე დაფუძნებულ და ხალხისთვის საყვარელ ბრენდთან Toyota-სთან. აი ძალიან მაინტერესებს მართლა უკვე იმათ ფონზე რამდენად გამართლებული იქნება ამის ყიდვა. ან იმათი ყიდვა რამდენად გამართლებული იქნება ამის ფონზე. საინტერესოა მოკლედ ეგ ყველაფერი და ამიტომ თუ თქვენს გაინტერესებთ, აუცილებლად დამიწერეთ და გადავიღებთ მოგვიდეოს. გამოიწერა არ დაგავიწყდეს ჩემი არხის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.